ზურაბ ჯაფარიძე ციხეში ბორის ჩელეყურუა მოინახულა, ის პოლიტიკურ პატიმარს ადვოკატის სტატუსით შეხვდა. მისი თქმით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის გზავნილი უცვლელია. ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ რეჟიმთან ბრძოლაში ხალხი გაიმარჯვებს. პოლიტიკოსი უკანონოდ 22 მაისს დააპატიმრეს, მანის გირავ არ გადაიხადა, რომელიც კლანის მიერ მართულმა სასამართლო მწულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეუფარდა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. სულას იქცევენ ისე როგორც იქცევენ ყველა პატიმარს, თავგზნობს კარგად, თავგზნობს ხნედ, იმაზე უკეთაა ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც ციხეში გაუშვეს არაფრის გამო, ელოდება ხარაც, რომლის შემდეგაც უკვე სრულფასოვნად შეძლებს, რომ სატელეფონო ზარები განახორციელოს და ასე შემდეგ. ელოდება ასევე სასამართლო პროცესს და აინტერესებს ის არგუმენტები, რომელსაც ბრალდების მხარე წარმოადგენს იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანი კომისიაზე არ მისვლის გამო უნდა გაუშვან ციხეში.